ბრძენნი ამბობენ, რომ პირველი ომის დასასრულს, როცა მელკორი ტულკასის რისხვას გაექცა, არდაში მშვიდობამ დაისადგურა. თუმცა სამყაროს სინათლეს წყუროდა. აულემ, ვალართა მჭედელმა, ორი ებერთელა სანათი გამოჭედა, ხოლო ვარდამ ისინი ღვთაებრივი ნათლით აავსო. აღიმართა ილუინი და ორმალი. ვიდრე ვალარნი ალმარენზელ ხინს ეძლეოდნენ და ტულკას, ნესაზე დაქორწინებულს, დაღლილს ეძინა. მელკორი დაბრუნდა. მან ჩრდილოეთში, ყინულსა და წყდიათში, ციხესიმაგრე უტუმნო ააგო. მისი სიავე არდის გაზაფხულს წამლავდა და როცა ჟამმა მოაწია, იგი თავს დაატყდა სინათლეს. სანათების მსხრევამ მიწა შეძრა, ცეცხლი მოედო არდას. ვალარებმა დატოვეს შუახმელეთი და დასავლეთით ამანის მიწაზე გადავიდნენ. იქ ქალაქი ვალმარია ააგეს და სწორედ იქ იავანას გალობითა და ნიენას ცრემლებით ორი ხე იშვა: ტელპერიონი, ვერცხლისფერი და ლაურელინი, ოქროსფერი. ასე დაიწყო ნეტარი დღეები ვალინორში.